დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და გამოვაცხოთ საშობაო ღვეჟელები. აქვს 600 გრამი გაცრილი ფქვილი და 350 მილილიტრი თბილი მაწონი. ვამატებ 1 ჩაის კვავს მშრალ საფუარს, დავამატოთ ამდენივე შაქარი, ჩავახალოთ 1 კვერცხი. მაწონს ვამატებ 1/2 ჩაის კვავს სოდას, ავურიოთ და რო აქაფდება, ისე დავამატოთ ფქვილს. ვამატებ 1/2 ჩაის კვავს მარილს. უნდა მოვზილოთ ჩვილი ცომი. ჯერ კვზით ესე გადავურევ, გადმოვიტან დაფაზე და შევაზელ მთელ ფქვილს. ზელვაში გამოვიყენე 2-3 სუფრის კვზი ზეთიც. ცომი ამოვაგუნდავოთ, ჩავდე ზეთიან თასში, ზემოდანაც ზეთი გადავუსვათ, გავუკეთოთ საჰაერო, დავაფაროთ და დავდგართ თბილ ადგილას გასაფუებლად. ვიდა და გადმოვიტან დაფაზე. ეს ცომი შეგიძლიათ გაყოთ 6 ნაწილად და გამოაცხოთ 6 საშუალო ღვეζელი. მე გავყოთ 4 ნაწილად და დიდ ღვეზელებს გამოვაცხოთ. ამოვაგუნდავე, ცოტა ხანი დავასვენე და 1 გუნდა გავათხელე. გავიყვანე ხელით, მივცეთ 4-კუთხედი ფორმა. ცომის გუნდა და ყველი 1 რაოდენობისა მაქვს. გათხელებული ცომის ნახევარზე დავალაგე ჯერ ცოტა ყველი, მერე 1 ლორი დავდე, ზემოდან დავამატე დარჩენილი ყველიც და მოვალაგე 4-ად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. გადმოვკეცოთ და კარგად ჩავამაგროთ. ჯერ ხელით დავაფიქსირე და მერე აი ასე ვკეცავ. კარგად დააკვირდით როგორ კეცვა მაქვს. ცოტას გავათხელებ, მივცემ ნახევარ მთვარის ფორმას. ასე მოვამზადებ მეორესად. ამ ცომის რეცეპტით ვაცხობ ყოველ წელს, აუცილებლად სცადეთ, აუცილებლად გამოაცხეთ და რეცეპტით შეინახეთ. მეგობრებსაც გაუზიარეთ. ორივეს გადმოვიტან საცხობზე, დავაფარებ და დავტოვებ 10-15 წუთი. წავუსვევ გათქვიბილ კვერცხს, რომელსაც ცოტა ძე დავამატე. ცხება წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე შეწითლებამდე. აი ესე კარგად რო შეწითლდება, გადმოვდგათ, გამოდის საოცარი ღვეზელები, დავჭრათ და ვნახოთ როგორია შიგნით. ეს ცომი არის საუკეთესო. ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს, სულ ბედნიერი წელი ყოფილიყოს. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით. იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.